ფაქტია, რომ ჩვენი ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა მაინც რაღაცა მიზეზების გამო ბოლო მომენტში იქნებოდა თუ ისე თუ ესე წავიდა და 51-ს მიცა ხმა. და ეგ მიზეზები სინამდვილეში გასარჩევი არის რა. ახლა მაგას ძალიან დიდ დროს ვერ დაუწყობ, მაგრამ რამდენიმე ერთი არის, ახლა ნუ ბანალურად მოსყიდვა გასაგებია, ახლა ვიცით კონკრეტულად რომ ვიღაცები დადიოდნენ, ვიღაცას ფულს თავაზობდნენ, ეგ გასაგებია, მაგრამ არის კიდე რაღაცა სხვა მიზეზებიც, ხო? მოდი აი ჩამოვთვალთ, ანუ შეიძლება ვთქვათ სხვადასხვა ვარაუდებია, სხვადასხვა გარე ჯგუფები, გარე ანალიტიკოსები შეიძლება სხვადასხვანაირად არჩევდნენ ამ საკითხს, მაგრამ მათ შორის ახლა ჩვენ შეიძლება რაღაც ისეთი ვიცით, რაც მათ არ იციან, იმიტომ რომ უშუალოდ ჩვენს საარჩევნო პროცესში შეხება ქონა ძალიან ბევრი ისეთ ადამიანთან, ორგანიზებულად ჩვენი წარმომადგენლები რაიონებში კონკრეტულად კავშირზე იყვნენ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი ამომრჩევლები იყვნენ და მათი რა რაღაცა წერს რომ რატომ გვიღალატეთ, გაგიყალბეს და ხმას არ იღებთ. აი ეგეთი ტექსტებიც შეხვედრია. მათი რა ნაწილი რა მიზეზით, ვთქვათ, საბოლოო ჯამში რა მიზეზით შემოხალეს 51, დაახლოებით ახლა ცხადი არის ზუსტი სურათი ვერ გეცნობ, მაგრამ დაახლოებით ტენდენცია ვიცით იყო, ვთქვათ, ერთ-ერთი მიზეზი რომ მოსყიდვება იმუშავა, პირდაპირ ვიღაცები, რომელსაც რომელიც შენ უფრო გიჭერდე მხარს, ახლა ოცნებასაც შეიძლება მივცეა არაუშავს ოცნებისთვის ხმის მიცემაც, მაგრამ ინფო მირჩევნია. მაგ განწყობის ხალხი იყო, რომლებმაც ფული ამჯობინეს და მიცეს ხმა ოცნებას, ეგეთი სეგმენტი იყო სეგმენტი, რომელსაც დაუარეს და სადღაც მუშაობს, სოციალური გაქვს, რაღაცა ბიზნესი გაქვს და მაგის გამო პრობლემები შეგექნება და ну ეხა ეგეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სერიოზული ზეწოლის მექანიზმია და ეგეთი ძალიან ბევრი იყო, რომლებიც ბოლო მომენტში რაღაცა იძულებული გახდა რომ ხმა მიეცა მათთვის და იყო ნიშნულოვანი სეგმენტი, რომელმაც შიში აბსოლუტურად სწორი შიში იმისა, რომ შეიძლება აქ ვთქვათ კოლექტიური ნაცები მოbrunდნენ მათი გამარჯვების შემთხვევაში ან მოხდეს ვთქვათ რაღაცა რევოლუციური სცენარები, ამ შიშის საფუძველზე ჩათვალეს, რომ და ამას ძალიან აქტიურად ავრცელებდა ამ პოზიციას ოცნება, არა მხოლოდ სოციალური კვლევების სახით, არამედ იქ დადიოდა და ყველას ეუბნებოდა, რომ გადაწყვეტილია ეგენი ვერ გავლენ და ასე შემდეგ და ჩათვალეს, რომ აი ესე შეიძლება ვერ გავიდენ და საფრთხე იმისა, რომ ნაცები არ მოbrunდნენ, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მოდი ისევ აი რაღაცა იმ შეჩვეულ ჭირს მივცემთ ხმას, რომელიც აი რაღაცა შეიძლება მათ და ანუ ნაცები მოდის შიშით, ვაიმე დედა ოცნებას გავიქეცი და მივეცი ხმა ამ თემა მიმუშავა, მაგის დარიგებამაც იმუშავა, დაშინებამაც იმუშავა იმან, რომ აი ოცნებამ მაგალითად ბოლო 1 წელი არჩევნების წინ ლამის აი copy paste-ით გადაიტანა ჩვენი message box-ი, გეგონება მაგ პრობლემების აბსოლუტური უმრავლესობა თვითონ არ შექმნა. იმუშავა იმანაც, რომ პარტიები ორჯერ გაგვიუყვეს და მაგას სერიოზულად დაგვარტყა და არყა ჩვენს რეიტინგს და მაგ არგუმენტმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა იყო ვერ გავა ალბათ ალტინფო, მე ალტინფო მირჩევნია, მაგრამ აი ოცნება გავზავამატებ კიდე. იმუშავა ასევე აი წარმოდგენების შექმნა პროპაგანდის საშუალებებით ჩვენს შესახებ, რა წარმოდგენებსაც ქმნიდნენ, მაგ წარმოდგენებას იმუშავა. ანუ საერთო ჯამში გარკვეულ თვალსაზრისით იმუშავა აი ამ რაღაცა დეზინფორმაციამ ჩვენს შესახებ. იმუშავა იმან, რომ ნუ ეხა ფულის ამბავში ჩვენ არ ქონდა ისეთი რესურსები და ისეთი ფინანსები სხვა პარტიებთან შედარებით და ასევე ის რომ აი ამ ოცნებამ ჩვენი რიტორიკა გადაიღო. ეგ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ხო ყავდა დამკვირვებლები ადგილზე. ვინც ვერ დააშინეს, ვერ მოისყიდეს, ვერ დააბოლეს, ვინც მიხვდა, რომ ჩვენთვის ხმის მიცემა ნიშნავდა პირიქით იმას, რომ
ნაცები უფრო ვერ მობრუნდებოდნენ და არ უნდა დაეჯერებიო ოცნების ეგ რაღაცა პროპაგანდა. აი, ვინც ეგეთი ადამიანი მოაღწია საარჩევნო ურნამდე და ჩვენი ნომერი გააფერა და ის არავის არ მოუპარია. აი, რა ჩავარდა ურნაში. ეგეთი ბიულეტენი, ხა ჩვენები ხო იქ ადგილზე იყვნენ, ითვლიდნენ ელექტრონულად დათვლილი ფიზიკური ბიულეტენები ერთმანეთს ემთხვეოდა. ანუ ვიღაცები რომ ამბობენ რომ აი რატო არ გამოვარდით, რატო არ პრობლემა რაშია, იცით? რა ფორმითაც ჩვენ ხმები დავკარგეთ, მაგ ფორმით მე მაგალითად უფრო მეტი კითხვა იმ ადამიანებთან მაქვს, ვინც ან მოისყიდეს, ან დააშინეს, იმიტომ რომ ოცნება რომ ფულს დაარიგებს, ისედაც გასაგებია, ოცნებისგან რომ სუსი დაგადგება და რაღაცებს გეტყვის, რომლის უმეტესობაც ტყუილია კაცო და ვერც ვერავინ გამოგაგდებს, ვერც ვერავინ დაგადგება. ვერც ვერავინ გამოგაგდებს. ეხლა მთლად ეხლა ირკვევა რომ არაფერი მთლად ტყუილი არ ყოფილა, იმიტომ რომ ყრია ხა. ხო, კაია ჯანდაბა. ბევრი ძალიან. მაგრამ აი ვინც საკუთარი არჩევანი დათმო და გაცვალა, ეხლა კითხვები უფრო იმასთან არის. იმიტომ რომ მართლაც აი ვინც ეხლა მოაღწია იმ საარჩევნო ურნამდე და გააფერა და იმის ხმა ავიღეთ. კი